ჩვენი შემდეგი სტუმრები არიან ნიშა საჯნანი, ფსიქოთერაპევტი და ასევე ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა არის ფსიქოლოგიაში და ჯანდაცვის სექტორში. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში განიხილებოდა იმ სფეროდ, რომელსაც მტკიცებულებები აკლდა, თუმცა ხელოვნებისა და ფსიქოთერაპიის კავშირი ძალიან მჭიდრო აღმოჩნდა ბოლო კვლევებმა დაადასტურა ეს. დღეს ჩვენ სწორედ ამაზე ვესაუბრებით ჩვენ სტუმრებს და განვიხილავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან და მჭიდრო კავშირს. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. Thank you for being our guest. პირველი შეკითხვა, რაც მინდა რომ დაგისვათ, როდესაც ვეცნობდი თქვენს პროგრამას, ხელოვნებას და თერაპიას კავშირზე იყო საკმაოდ დიდი ხაზგასმა და ამის მნიშვნელობაზე ისაუბრეთ. ხშირად ამ დარგს აკრიტიკებენ იმის გამო, შეიძლება მტკიცებულებები აკლდეს. რა შეიცვალა წელს ამ მიმართულებით და საერთოდ როგორ ვითარდება ეს დარგი და ამ ორი, ასე ვთქვათ, დარგის კავშირი უფრო სწორი იქნებოდა? მადლობა ინფორმაციული მხარდაჭერისთვის. ხელოვნებასა და ჯანმრთელობას შორის ინტუიციური კავშირი ძალიან ბევრი წელი არის უკვე, რომ საუკუნეებიც კი რაც არსებობს, მაგრამ მისი როგორც გამოწერილი წამლის დანიშვნა ჯანმრთელობის აღდგენისთვის, რა თქმა უნდა, მოითხოვდა სამედიცინო დადასტურებას, თორე ინტუიტიურად ის, რომ პირველი საკომუნიკაციო ენა, მაგალითად დედის საკომუნიკაციო პირველი ენა ჩვილთან არის იავნანა. მაგალითად გლოვა თუ ეს არის სიხარული რაიმე ზეიმი, ხელოვნების გარეშე ის ვერ ჩაივლის და საერთოდაც აბსტრაქტული აზროვნება, ფანტაზია, შემოქმედებითობა, გამოგონების უნარი, იუმორიც კი ეს ყველაფერი არის ის ადამიანური ცნობიერება, რომელიც განგვასხვავებს სხვა ცოცხალი არსებებისკენ და ეს გვაძლევს მხოლოდ ძალაუფლებას, რომ შევქმნათ სამყარო, რომელიც ჩვენ არ დაგხვედრია, როდესაც დავიბადეთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ცოდნა შინაგანი სულ არსებობდა, მაგრამ მისი შემოტანა უკვე მედიცინის სივრცეში და მენტალური ჯანდაცვის სივრცეში მე უკვე მოგვიანებით ფიზიკურ ჯანდაცვაშიც. აი მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი დამსწრე არის ნინო ბოლქვაძე, რომელიც ექიმი ჯამბაზია ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად და პალიატიურ ზრუნვაში მყოფ და ძალიან მძიმედ დაავადებულ ბავშვებს სიცილით თერაპიას უტარებენ, ეს ცალკე მთელი დისციპლინა არის. ესე იგი, სომატურ მედიცინაში შემოაღწია, იმიტომ რომ სხეული და ფსიქიკა არის ორი განუყოფელი მთლიანობა, ერთი მთლიანობა, ხო? მაგრამ მენტალურ ჯანმრთელობაში ეს ძალიან დიდი ხანი, რა თქმა უნდა, საჭირო იყო დაგროვებულიყო ცოდნა თუ როგორ აღვწერთ ჩვენ, რომ ნამდვილად ეს კეთილდღეობა, ეს უკეთესად ყოფნა და სიმპტომების შემცირება თუ ადამიანის ფუნქციურობის აღდგენა ნამდვილად ხელოვნების ბრალია და არა მაგალითად რომელიმე ახალი მედიკამენტის და უბრალოდ დროთა განმავლობაში უკვე ძალიან დაგროვდა კვლევები, დაგროვდა ცოდნა და დღეს ჩვენ კონფერენცია ხო ზოგადად ნიშნავს სამეცნიერო მუშაობას და დღეს ჩვენ რაღაცნაირად ორმაგი სამუშაო გვაქვს, ეტაპია ერთგვარად ეს საქართველოსთვის, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით შევქმენით ახლა, რომ შეფასების ინსტრუმენტები და ის ინსტრუმენტები, რაც უნდა დაინერგოს საქართველოში, განიხილება კოლეგების ფართო საზოგადოებასთან ერთად. აი ესეთი ინკლუზიურობა, ესეთი ჩართულობა, ამის საშუალება რომ მოგვეცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძალიან მადლობელი ვარ, გიმფასი თავისთავად, რომ ესეთი ერთგულება ქართული მედიცინის გაუმჯობესების მიმართ. ამ თემას უკვე შევეხეთ მოკლედ, მაგრამ თქვენც მინდა ეს კითხვა დაგისვათ. რა არის ის მექანიზმი, რომლითაც არტ-თერაპია პაციენტებს ეხმარება მძიმე ფსიქოლოგიური დაავადებების მართვის დროს? და ასევე დამატებითი კითხვა, რა არის ის დაავადებები, რომლის დროსაც ძალიან ეფექტური არის თერაპია ხელოვნების სხვადასხვა მეთოდებით? Well, if I think about it from a health promotion perspective. თუ ამას ჯანმრთელობის ხელშეწყობის პერსპექტივიდან შევხედავთ, მეცნიერება გვიჩვენებს, რომ ხელოვნებაში ჩართულობა, თუნდაც თვეში ერთხელ დაახლოებით 48%-ით ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს. ხელოვნების თერაპიები ეხმარება ადამიანებს ემოციების გამოხატვაში. არსებობს საკმაოდ ძლიერი სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ხელოვნება დადებით გავლენას ახდენს და ამცირებს შფოთვასა და დეპრესიას. ხელოვნება ხელს უწყობს დემენციის სიმპტომების შემცირებას და კოგნიტურ ფუნქციებს აუმჯობესებს. თუ ფიზიკურ
ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე ვისაუბრებთ, განსაკუთრებულია ცეკვის როლი პარკინსონის დაავადების დროს. ცეკვა ადამიანს ეხმარება როგორც ემოციების უკეთმართვაში, ასევე უზრდის მოძრაობის კონტროლის უნარს, წონასწორობისა და გადაადგილების დროს კი თავდაჯერებულობას. ხელოვნება აკავშირებს ადამიანებს. ხოლო ბოლო ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხატვა, სიმღერა ან ცეკვა ხშირად ჯგუფურად ხდება. ამ დროს ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ ისტორიებსა და გამოცდილებებს უზიარებენ ერთმანეთს, არამედ ხშირად ადამიანებს შორის ისეთი კავშირი და ურთიერთგაგება ჩნდება, რომელსაც ისინი წინასწარ არც ელოდნენ და ამას დამატებით დადებითი შედეგი აქვს. ნათია, მინდა გითხოთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე ამ ვორქშოპ, არ მხოლოდ ვორქშოპის სესიის ფარგლებში თქვენ ნახსენეთ, რომ შეიძლება რაღაც ტიპის ჩარჩოზეც იმუშაოთ, რომელიც შეიძლება დოკუმენტირდეს, ასე ვთქვათ. ამაზე ზოგადი კითხვაც არის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ტიპის ინოვაცია, ესე დავარქვათ ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც ხელოვნების და ფსიქოთერაპიის კავშირი იყოს რაღაცა ტიპით ჯანდაცვის სექტორში შესული, როგორც რაღაც დამოწმებული დოკუმენტაცია, რომ ვიღაცამ ამბობდეს, რომ ეს მართლაც ასეა, ანუ არსებობდეს ამაზე, ასე ვთქვათ, რაღაცა კანონებში ჩარჩო და რაღაც ტიპის, ასე ვთქვათ, გაიდლაინიც. აბსოლუტურად აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველი ფსიქოთერაპიული მეთოდი თუ ყოველი თერაპიული ჩარევა ადამიანებთან ეს არ შეიძლება რომ არ იყოს აღქმული განათლების სისტემის მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და ზოგადად ჯანდაცვის პოლიტიკის მიერ. და სწორედ აი ამ დიდ მისიას ამას ფრაგმენტულად ვერ გააკეთებ და სწორედ ამიტომ მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გიმფასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძალები გაერთიანდა იმისთვის, რომ აი ეს ფართოდ გავავრცელოთ სამედიცინო წრეში, როგორ მუშაობს, რა სიახლეა ამ მხრივ, რატომ არის ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტი და ცხადი არის, რომ ეს უნდა აღიქვას მგრძნობიარეთ და რაც შეიძლება სწრაფად ყველა პროგრესულმა სისტემამ, თუ კი გვინდა ჩვენ წინსვლა და უწყვეტი განვითარება მედიცინაში. ჩვენი ბოლო კითხვა, ალბათ არსებობს ძალიან ბევრი სტიგმა არსებობს ზოგადად ფსიქიატრიის და ფსიქოლოგიის მიმართ, მაგრამ სპეციფიკურად ართ-თერაპიის მიმართ, რადგან კურნალობა რაღაცნაირად ბუნებრივად აღიქმება როგორც დისკომფორტის შემცველი პროცესი. იქნება ეს მედიკამენტები, თუ ინიექციები, თუ ოპერაცია, თუნდაც ფსიქოთერაპია, რომელიც ბევრ ტრავმას აღვიძებს. რას ეუბნებით პაციენტს, რომელიც ამ სტიგმის გამო თავს იკავებს ართ-თერაპიისგან და მას მიიჩნევს როგორც უბრალო გართობას და რეალურ კურნალობის მეთოდს? Offering creative arts therapies when როდესაც ადამიანს, რომელსაც სერიოზული დახმარება სჭირდება, შემოქმედებით ხელოვნების თერაპიებს ვთავაზობთ, ჩვენ პატივს ვცემთ იმ მრავალფეროვან გზებს, რომლითაც ადამიანები გამოხატავენ საკუთარ თავს, პოულობენ ცხოვრების მნიშვნელობას და იღებენ სიხარულს. ეს ნიშნავს, რომ კითხვას რა გჭირს, ცვლით კითხვით, რა არის მნიშვნელოვანი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დახმარების ძიებას გარკვეული სტიგმა მართლაც ახლავს. ამიტომ საჭიროა მუშაობა ამ სტიგმის შესამცირებლად, რათა ადამიანებმა უფრო თამამად და თავისუფლად ისარგებლონ იმ სერვისებით, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომია. ისაუბრონ იმ ენაზე, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად გრძნობენ. იქნება ეს ფერწერა, მოძრაობა, მუსიკა თუ თეატრი. Thank you so much. დიდი მადლობა. Thank you so much. მადლობა. მადლობა ძალიან. Madloba.